გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ geocraft.net-ის ერთ-ერთი ადმინისტრატორი და მე მინდა გაგაცნოთ Minecraft-ი თამაში, რომელიც ზოგმა თქვენგანმა იცის, ზოგმა არა. და ვინამაც არ იცის, მე მინდა რომ მათმაც შეისწავლონ ეს თამაში და შეიყვანონ, რადგანაც ეს ძალიან კარგი თამაშია. ამ თამაში მრავალი რამის გაკეთება შეგვიძლია. ასე რომ დავიწყოთ ამ თამაშის შესწავლა. პირველ რიგში რომ დავიწყოთ თამაში, უნდა გადმოვიწეროთ. შევდივართ ჩვენ საიტზე geocraft.net-ზე. თავარ გვერდზე პოულობთ ასეთ წარწერას Minecraft 5-დან 0. ვაწევით აი ამ წარწერას. შემდეგ აი აქ ხედავთ გადმოსაწერ ლინკს. ვაწევით აი ამ ლინკს. როდესაც შევალთ აშარეზე, ჩვენ შეგვიძლია უპრობლემოდ გადმოვწეროთ. მისი ზომა არის 57 კილობაიტი. ძალიან პატარა არის, მაგრამ 12 მეგაბაიტამდე იზრდება, როდესაც ის იწერს ფაილებს. ჩვენ შეგვიძლია ეს გამორთოთ, რადგანაც მე უკვე გადმოწერილი მაქვს და აღარ არის საჭირო. ჩვენ როდესაც გადმოვიწერთ ამას, ჩვენ ეკრანზე გაჩნდება ასეთი იკონი Minecraft. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ. ჩვენ ხედავთ აი აქ რომ აწერია login, ამნავლენიე, ინგლისურად იქნება update, ანუ განახლება. ჩვენ შეგვიძლია განახლება გავუკეთოთ მაშინ, როდესაც ეს ვერსია მოძველდება, ეს არის ახლა 1 და 5-ზე. ხოლო როდესაც გამოვაკიდევ ახალი ვერსია, რა თქმა უნდა, ეს წელიწადში 1-3 ხდება. გავაკეთებთ ამნავლენიეს. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ, შევიდეთ და გავიცნოთ თამაშს. აი ჩემთან მალე შევისო, რადგანაც უკვე გადმოწერილია. თქვენთან შეიძლება 5 წუთი დაუთმოს მაქსიმუმი ამას. ეს არაფერი არ არის, რამოდენიმე მეგაბაიტი არის გადმოსაწერი. აი შევედით. ჩვენ შეგვიძლია აი აქ ავირჩიოთ ენა, თუ რომელ ენაზე გსურს. მე დაყენებული მაქვს ქართულზე, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ქართულზე. აი ქართულზე, როდესაც არის, ჩვენთან აი ასე არის მოცემული ქსელური თამაში, სოლო თამაში, გამართვა. გამართვა ეს ნიშნავს ოპციებს, როგორც ინგლისურად არის, იგივე რუსულადაც. ჩვენ აქ შეგვიძლია ვიდეო გამართვა გავაკეთოთ, რადგანაც ეს საჭიროა მხოლოდ იმათთვის, ვისაც აქვს დაბალი მონაცემების კომპიუტერი, ანუ როგორც მე მაქვს. შეიძლება ეგრე ვთქვათ. გრაფიკა სწრაფი, ლამაზის მაგივრად, ხოლო აქ იქნება შორს მხედველობა, აღარ მინდა ახლა რომ გავაკეთო და იყოს საშუალო, ხოლო აქ გლუვი შუქი დავაყენოთ მინიმუმზე. მინიმუმი იყოს. ხოლო ჩვენ თავისუფლად შევძლებთ ამის შემდეგ თამაშს. ჩვენ ქსელურ თამაში შეგვიძლია შევიდეთ და ვითამაშოთ. ეს არის ჩვენი სერვერი, რომელიც სულ მალე გაიხსნება. ხოლო აი აქ სოლო თამაში შეგვიძლია ჩვენ შევქნათ უახლესი სამყარო და ვითამაშოთ იქ. როდესაც მარტო თამაში მოგვინდება, დავაწერთ ნებისმიერ სახელს. თქვა და არ აქვს მნიშვნელობა. აი აქ შეგვიძლია ავირჩიოთ თამაშის რეჟიმი, გადარჩენა, რეალიზმი, შემოქმედებითი. შემოქმედებითი არის, როდესაც ყველა ნივთი გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია რაიმე ლამაზი ავაგოთ, ან ისეთ განსაკუთრებული. მოდით იყოს გადარჩენა. მეტი არჩევანი ეს არის, როდესაც შეგვიძლია კომანდები დავტოვოთ, რაც ჩვენ გვინდა, შენობები, ანუ სოფლელები რომ იყვნენ, ეგრეთ წოდებული, სამყარო და ასე შემდეგ. ზადას მივცემთ და შევქმნათ სამყარო. აი, გაიხსნა ჩვენი მაპი, რაც შევქმნით. ნელ-ნელა ობიექტები იტვირთება. აი ჩვენს გავჩნდით, აი ასეთი ოთხკუთხედია, ეს ყველაფერი კვადრატული. ეს არის ხეები. და ეს თანარჩენი წყალია და ასე შემდეგ ეს სილა. აღარ მინდა მეტი ვისაუბრო ამაზე, ამას გამორთავ, რადგან საჭირო აღარ არის. მოკლედ, ეს იყო ჩვენი პირველი გაკვეთილი, რითაც მე შევეცადე აღმეგწერა თუ რა თამაში არის ის და რას წარმოადგენს. ეს არის პირველი გაკვეთილი და მე მარტო ამის ახსნა შევძელი. მეორე გაკვეთილში მე გეტყვით თუ როგორ გავაკეთოთ სხვადასხვა ნივთი, რომ შევძლოთ ჩვეულებრივად თამაში. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება crafting-ი, ანუ Minecraft-ის ენაზე ეს არის ნივთების შექმნა და ასე შემდეგ. ზუსტი განმარტება ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასე ნიშნავს. და მოკლედ, დაველოდეთ მეორე გაკვეთილს და ჩვენი სერვერის გახსნასაც. ნახვამდის.